გამარჯობათ მეგობრებო. დიდი ხანია ვიდეო არ მიღია, რადგან ძალიან ბევრს გულაოდით და გადაგოვისყა. რა თქმა უნდა, ხუმრობ. დენი საქმე მქონდა, რომ სრულიად ასე თქვა თავის მოსამხანად არ გვეცალა. გადავწყვიტე, რომ ხშირად გადავიღო ვიდეოები. დღეს გადავიღებ მთლიან შემონახაზს, ანუ რას საქმიანობ კონკრეტულად. რას ვაკეთებ და გეგმებზე და შემდეგ ვიდეოებში ჩავშლი კონკრეტულად თითო ეტაპს გადავიღებ და თითო ბიზნესს. ძირითადად გადავიღებ ყოველდღიურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანს. ვისაც აინტერესებს ბიზნესის ეს კუთხე და სოფლის მეურნეობა, ძალიან დიდ გამოცდილებას და სოდნას გადმოგცემთ. ამიტომ გვიყურეთ. ეს არის ჩვენი ფერმის ტერიტორია. სალათები განთავსებული, სალათებზე მე ვისაუბრებთ. ახლა მიდის, ასე ვთქვათ, იქიდა სათბურებში მიწის გატანა და ამოვსება, რადგან ერთი სათბური ტერიტორია დარჩენილი გასამზადებელი, უნდა მოვთხაროთ მიწა და წავიღოთ იქით. მიწის მოთხა დასრულდა და მგონი ნაკელს ვიღებთ ჩვენი ფერმა, რომელიც ძალიან დიდ წარმატებას ვაძლევთ ბიზნესში. ეს ნაკელი უკვე აიუსო ყველა სამთვეში ერთ-ერთ ვიღებთ. ასე ადგილ უშლით, ან მინახავთ. დანარჩენს კიდე ჯიჟის სახით ვასხამთ სათბურებში. მაგასაც დანარჩენს მე ვილაპარაკებ და აგიხსნი როგორ ახდე. ეს ნაკელი ჩვენი ფერმა, მოვიდი ფერმა. სულ ჩვენი ტერიტორიები ყველა ჩვენია. ეს ტერიტორია ჩვენი. დაახლოებით არის სულ 5 ჰექტარი. ახლა გასაწმენდია ყველაფერს ალბათ სექტემბრიდან დავისწრებ, მაგას გაწმენდას ფინანსები და ახები ჭირდება, რომ ვერ ვასწრებთ. კაია, გაშალოს ნოდარბიძე. ავიდეს. კაია. დავაი. გააქციე. და მეტი არ დაგიდვირთიაო. ეს ტერიტორია მზადდება საფუძვლის ახალ სტაფუთი მანქანა დაიტარა მიწა. რელიეფის გამო მიწევს ასეთი თეთრი ხარჯები და ცვალებას უბრალოდ სამშობლოში ჭირდება. აასორო მიწა, თავიდანვე გაიფარს. და ბევრი პლუსები აქვს ახალ საფუძვლებს. დრენაჟი არ ჭირდება და წყალი არასდროს არ ჩერდება. კარგია და ესეც პატარა ბასეინი, ახლა 200 ტონიანი გაკეთდება აქ. ალბათზე ეს მარაგი ქონდეს. ეს თავისთავად ეს ხარჯებულება ასე რა. ასე გავობობს ვსო. ჩო, ორე შაქრე რომ ხელა ადგილს არის. ცოტა რომ ეს ჩასულიყო